ხალხო, ერთადერთი ვისაც შენ უნდა უგულშემატკივრო არის შენი ქვეყანა საქართველო. გულშემატკივრობა გამოიხატება იმაში, რომ მე არ მინდა რომ ჩვენთან აგერ ყურისძირში ბირთვული კატასტროფა მოხდეს და ჩერნობილი გაგვეჩითოს მეორე და არ მინდა რომ მან ისეთი მოვლენები მოხდეს, რომ საქართველოს მიგრანტების ზღვა ნაკადი მოაწყდეს. პრობლემა რაში იცი? მუსლიმების ზღვაში ვცხოვრობთ და მეორე მხარეს არის სოფლიოს ყველაზე ძლიერი ვექტორი. აი ვიღაცას გულშემატკივრო, ქართველი რო შეიძლება გაილახოს, ზედმეტი გულშემატკივრობა რო დაინახო და აი მუსლიმებმა რო დაინახო, ხო ქალაქები იბომბება ბირთვული საფრთხის წინაშე დგას და ძალიან მაგრა გულშემატკივრო ბირთვული საფრთხის წინაშე ქვეყნის დაყენებას. ხა კონკრეტულ ქართველებს შეიძლება შეეხოს, აი ევროპაში რო ათეულობით მილიონი მუსლიმია, განწარებულია ხალხი, ბავშვები ჩაყვნენ იმის ქვეშ, კორპუსების ქვეშ. ვიღაცა შეიძლება განწარდეს და სამაგიერო გადავა. მეორე მხარესაც იგივე ხდება, კაცო, მეორე მხარეს ახლა სოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო და ფეხბურთის თამაშივით ემოციების გამოხატვა გულშემატკივრების აქ ერთადერთი რაც შეიძლება შეცვალოს ჩვენი ერის მიმართ სიძულვილი გააჩინოს და სიბრაზე გააჩინოს ამა თუ იმ მონაწილეებს შორის და ორივე მონაწილე არის ძლიერი. ძალიან ძლიერი, ძალიან საშიში.